იღუმენი ნიკონი, სიმდაბლე. წერილი მე-17. არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ ითვალისწინებთ ჩემს აზრს ისეთ საკითხებში, როგორიცაა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. თუ მე ჩემს აზრს გამოვთქვამ, თქვენ სრული უფლება გაქვთ მას დაეთანხმოთ, ან არ დაეთანხმოთ. სრულიადაც არა მაქვს მოთხოვნა, რომ ჩემს რჩევას ასრულებდეთ. თავისი არსით რჩევა და არა ხელმწიფებით მოსილი პირის ბრძანება. ვეცდები აგიხსნათ, რატომ თვლი თქვენთვის სასარგებლოდ ერთხანს შინ დარჩენას. ვისაც სულიერად ცხოვრება სურს, იმან მთელი ძალისხმევა სიმდაბლის მოსახვეჭად უნდა მიმართოს. უამისოდ ყველაზე დიდი ღვაწლიც კი არა მარტო უნაყოფო, დამღუპელიცაა. დამწყებნი ამას ვერ ხედავენ და არც შეუძლიათ დაინახონ. დიდი ხის პატარა ტოტი რომ ზით განათდება, კაცი იფიქრებს უკვე ყველგან ნათელიაო. სინამდვილეში კი მთელი ხე სიბნელისაა და ბნელეთის მთავრის ხელშია. ღირსი მაგარი დიდის მაგალითი. გარეგანი ცხოვრების პირობები ისეთი უნდა ავირჩიოთ მუდმივად, რომ მიგვითითებენ ჩვენს სიბნელესზე, ჩვენს სულიერ სიწამხდრესზე, რომელიც უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი ჰგონიათ და არა მარტო ერისკაცებს, არამედ ეგრეთ წოდებულ სასულიერო პირებსაც. ბოლომდე უნდა შევიცნოთ საკუთარი თავი, უნდა შევიცნოთ არა მარტო ჩვენი სიწამხდრე, არამედ ისიც, რომ არ შევგწევს ძალა თვითონ გამოვასწოროთ საკუთარი თავი. მხოლოდ მაშინ შეემსჭვალება კაცი მაცხოვარს მთელი გულით. მაშინ მოუხმობს მას შემწეთ დანთქმის პირას მდგარი პეტრე მოციქულივით. მაშინ ის აღარც სხვებს განიკითხავს, არამედ სიყვარულით მოითმეს მათ ნაკლოვანებებს. მაშინ აღარ დაიწყებს რტვინვას, თუ მას შეურაცხყოფენ, ცილს წამებენ, ჯვარს აცვამენ, არამედ გულწრფელად იტყვის, სამართლად ღირსი, რომელი ვქმენი მომეგების. საღვთო მშავრის თანახმად, ყოველმა ცოდვილმა გარკვეული ტანჯვა უნდა დაითმინოს, როგორც ცოდვის შედეგი. თუ უფალი იესო ქრისტეს სასტიკად დაიტანჯა ჩვენი ცოდვებისათვის, ნუ თუ ჩვენ არ უნდა ვიტანჯოთ მცირე საკუთარი ცოდვებისათვის. თუ საქმრო იტანჯება, ნუ თუ საზლოს ამ დროს ცეკვა და მხიარულება შეჰფერის. ისევ მაგარი დიდის მაგალითი. ოჯახის ყველა წევრი, ისე როგორც თქვენთან, ნაკლებად მორიდებულია ერთმანეთთან ურთიერთობებში და ყოველთვის მიუთითებს ნაკლსა და ცოდვაზე. და არა მარტო მიუთითებს, შეურაცხყოფს კიდეც და ასე შემდეგ. თუ ზემოთ თქმულით ვიხემძღვანელებთ, განსაკუთრებით უნდა ვაფასებდეთ ამ სკოლას, მადლობდეთ ჩვენს უფასო მასწავლებლებს, არ უნდა ვტრტვინვიდეთ, არამედ შევიცნოთ ჩვენი თავი და ამით სიმდაბლე ვისწავლოთ. ხოლო თუ მარტო იცხოვრებთ სხვა ადგილას, მაშინ არავინ გაწყენინებთ. არც თქვენს ნაკლოვანებებზე მიგითითებთ, არც გამხილებთ, არამედ უფრო ხშირად პირფერობასა და ქებას დაგიწყებენ თქვენ საზიანოდ. სხვაგვარად რომ თქვათ, იგივე ხდება, რაც უწინდელ კაკ მონასტრებში, სადაც განმარტოების უფლებას არ იძლეოდნენ. სანამ მოღვაწე სხვებთან ერთად ცხოვრებით თავის უძლურებას არ შეიცნობდა, არ დამდაბდებოდა, არ ისწავლიდა წყენის პატიებას და მუდმივად ღვთისადმი შევრდომას. შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისე წახვიდეთ, რომ მტრობა კონდეს თქვენს თანამცხოვრებთან მიმართ, ან მათ ადანაშაულებდეთ, არამედ გულწრფელად და სრული შეგნებით თავს უნდა აბრალოთ, რომ არ ძალგით სხვებთან ერთად ცხოვრება, თქვენი დიდი ამბარდავნების, მოუთმენლობის, სხვების და არასაკუთარი თავის დადანაშაულების გამო და სხვა. თქვენ კი ამისგან ძალიან შორს ხართ. მუდამ სხვას აბრალებთ ყველაფერს, საკუთარ თავს კი მხოლოდ სულ ბოლოს ცოტათი ადანაშაულებთ.
მე თქვენი წერილის ის ადგილები მომეწონა, სადაც საკუთარ ნაკლოვანებებზე ლაპარაკობთ. ასე მათი შეცნობის გზით ისწავლეთ სიმდაბლე. ამ სულიერი თვისებების გარეშე ვერსად პოვებთ ვერც მშვიდობას, ვერც სულიერ წარმატებას, ვერც სწორ ლოცვას, ანუ ვერავითარ სიკეთეს. ამავდროულად მოგვიწოდებს უფალი ვისწავლოთ მისგან სიმდაბლე, როგორც სულის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე აუცილებელი თვისება. ამ პარტავანთა შემოსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. კაც მხოლოდ სიმდაბლის ხელით შეუძლია საფრთხო ნიჭების მიღება საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გარეშე. მე ძალიან მჯერა, რომ გიჭირდა თანაგიგრძნოთ, მაგრამ რაც ზემოთ მოგწერეთ, იმან უნდა დაგანახოთ, რაშიცაა საქმე. ჯამთრელად იყავით, უფალი შეგეწიოთ და განსწავლოთ. მამა სერაფიმეს კითხეთ რჩევა, ის უკეთესად გიცნობთ თქვენს და თქვენს ოჯახსაც და რასაც გეტყვით, ისე გააკეთეთ. თქვენი ყოველი სიკეთის მსურველი.